3 მაისიდან BDC-მ ოფიციალურად დაიწყო აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება და მაყურებლის წინაშე წარდგა მასშტაბური ქორეოგრაფიული კონცერტით სახელწოდებით მეხუთე სტიქია სრულყოფის გზა. პრემიერამ გააერთიანა ქართული ტრადიციული ცეკვა, თანამედროვე ქორეოგრაფია და ცოცხალი მუსიკა. მინდოდა ამეხსნა ქართული ხელოვნებით ის იდეები, რაც მქონდა ჩაფიქრებული. აქ არ იყო კონკრეტული, ესე ვთქვათ, რაღაცა დაყოფილად ცეკვები, რომ რაღაც რომელიმე კუთხის ცეკვა ყოფილიყო. აქ იყო უბრალოდ იმ კუთხურობიდან გამომდინარე აღებული ქორეოგრაფია, მუსიკა, სიმღერა და იმის დახმარებით ამომეხსნა ის იდეა, რაც მაგალითად მქონდა ჩაფიქრებული. ამიტომ მაყურებელი ქართველი, რომელიც ყველაზე გემოვნებიანია, ყველაზე კრიტიკულია, ალბათ ვფიქრობ, კარგი შეფასებით და ნასიამოვნებით წავიდნენ კონცერტში. ჩემთვის ძალიან დიდი ემოცია, იმიტომ რომ ჯერ-ერთი ძალიან მიყვარს თვითონ ბაჩონა. და ეს ანსამბლი ამ ბიჭმა სასწაულად გაზარდა და დღევანდელი ეს ახალი სტილი მისი ხედვით უზომო დიდი გემოვნებაა და ძალიან ახალია ჩემთვის და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. განსაკუთრებით კოსტიუმები კიდე მისი მეუღლის ეკასი და ძალიან დიდი მადლობა ორივეს აი ამ დიდი სიამოვნებისთვის და სილამაზისთვის. ჩემთვის უდიდების პატივია ამ ანსამბლში მოღვაწეობა. დღეს იყო ჩვენი ახალი პროგრამის პრემიერა, მეხუთე სტიქია სრულყოფის გზა, მაყურებლის წინაშე წავსდექით სრული პროგრამით. ძალიან კარგად ჩაიარა ჩემი აზრით. ყველა მოცეკვავე იდეალურად ასრულებდა თავის საქმეს. ემოციების თუ მიმსჯელებთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩა მაყურებელიც და იმედია ჩვენი ხელმძღვანელიც.